აი როგორც დაგვიდით მე ჩავწერე მეორე გაკვეთილი Dreamweaver-ის შესახებ და ამ ვიდეო გაკვეთილში მე გასწავლით მცირედ შესწორებებს დიზაინში ჩვენი სურვილისამებრ რა თქმა უნდა გადმოწეროთ რაიმე დიზაინი ან რომელი დიზაინი ჩვენ გვინდა რომ დავარედაქტიროთ მაგალითად ეს არის უმარტივი დიზაინი ტელედიჯის დიზაინი გადმოწეროთ აი ასე მარჯვენა ღილაკი მაუსის save as აქ აუცილებლად მონიშნული უნდა ქონდეს web page and completes სახელი დავარქვათ რაც ჩვენ გვინდა და save აი როდესაც ეს გადმოიწერს აუცილებლად შევამოწმოთ რომ იყოს ორი ფაილი გადმოწერილი პირველი უნდა იყოს HTML დოკუმენტი აი ეს ხოლო მეორე მისი დანამატი სადაც შესული იქნება ყველა ის ფაილი რაც მასშია გამოყენებული ეს იქნება სურათები JS ფაილები თუ CSS სტილები კარგია შემდეგ ეს გავხსნათ Dreamweaver-ის მეშვეობით აი ასე open და ეს HTML დოკუმენტი მხოლოდ open და აი როგორც ხედავს გაიხსნა ზუსტად ისეთივე გვერდი რომელიც ინტერნეტში იყო აქ ჩვენ შეგვიძლია შევიტანოთ შესწორებებით შემდეგი მიმართულებით ესე იგი შევცვალოთ ტექსტი როგორც შევცვალოთ მას ფერი ასევე ზომა ასევე შრიფტი შემდეგ გავზარდოთ სურათი ან შევამციროთ აი ასე მაგალითად შემდეგ გავაქროთ წავშალოთ რაიმე აი მაგალითად ეს Facebook-ის აპლიკაცია მოვნიშნავთ მას და delete და აი როგორც ხედავთ წაიშალა ასევე შეგვიძლია ტექსტის წაშლა აი მაგალითად შევცვალოთ ჩვენ ტექსტის ფონტი მოვნიშნოთ შემდეგ default font და აი მაგალითად ეს როგორც ხედავთ გაიზარდა შეგვიძლია ასევე ზომა შევცვალოთ აი როგორც ხედავთ დავხაროთ იგი აი ასევე აქ შეგვიძლია ჩვენი სურათის ჩვენთვის სასურველი სურათის ჩასმა ასევე შეგვიძლია სურათის ამოძრავება და გადატანა ჩვენთვის სასურველ ადგილას აი მაგალითად გადავიდანოთ ამის გვერდით აი ასე დავალაგოთ ჩვენი სურვილისამებრ შევცვალოთ ყველაფერი აბსოლუტურად აი ასე და ახლა როგორ უნდა შევინახოთ ჩვენს მიერ დარედაქტირებული დიზაინი ამისათვის აი როგორც ხედავთ ამას მოვნიშნავთ კეტერელი A ყველაფერს და შემდეგ კეტერელი C ჩავკეცავთ მაკრომედიას და იმ დიზაინს რომელზეც მუშაობდით გავხსნით HTML დოკუმენტს აი ამ კონკრეტულად ამას მოვნიშნავთ აბსოლუტურად ყველა რაც არის შეგნით კეტერელი A წავშლით და კეტერელი V შევინახავთ აი file save აი ესე ახლა მოდით გავხსნათ ეს დოკუმენტი ჩვენ რომელიმე ბრაუზერით მაგალითად Google Chrome და აი როგორც ხედავთ შეცვლილია ჩვენს მიერ დარედაქტირებული დიზაინი ეს იყო სასტელი ვერსია ჩვენი და თქვენ უფრო კარგად გაიგებთ შემდეგ ვიდეო გაკვეთილებში თუ რა თქმა უნდა სურვილი გექნებათ და მოითხოვთ ვიდეო გაკვეთილებს კარგით ეს ვიდეო გაკვეთილი ამით დასრულებულია გმადლობთ ყურადღებისათვის